ყველაფერ ახალს განახლება სჭირდება. მოიცა რა? მოდი თავიდან დავიწყოთ. 1997 წელი. მსოფლიოში უდიდესი ინოვაცია აი ესა. საქართველოს ბაზარზე კი იქნება ალტა, პირველი მთვლელი მანქანების შემომტანი კომპანია. კომპიუტერული სამყაროსთვის ეს რევოლუციური სიახლეა. თუმცა არა დიდი ხნით. 21 საუკუნიდან კომპიუტერები უფრო პერსონალური ხდება. ადამიანები უკაბელო ინტერნეტის გამოყენებას ვიწყებთ. თუმცა როგორც ინოვაციური კუზიანი კომპიუტერისთვის, ჩვენთვისაც განახლება აუცილებელია და სულ მალე სმარტფონების ეპოქაში შევდივართ. 2011-ში ალტა სმარტფონების ბაზარს აფართოვებს. გრანდიოზული განახლება. 2013-ში უკვე ალტას პროდუქტის ონლაინ ყიდვა ხდება შესაძლებელი. კიდევ უფრო გრანდიოზული განახლება. თუმცა სელფის გადაღება მაინც 10 წლეულის მთავარ მიგნებად რჩება. კიდევ კარგი ყველაფერ ახალს განახლება სჭირდება. 2016 წელია. Instagram-ის Stories ფუნქციით გვაუწევს. ჩვენ OK-სთან უმეგობრდებით და ერთად ვქმნით ალტა OK-ს. მაგრამ ეს სიახლეც სხვა სიახლეებივით ხანმოკლეა. ამიტომ 2019-ში ბაზარზე სრულიად განახლებული ალტა ბრუნდება. 2018 წლიდან უჩვეულო კამპანიებს გვთავაზობენ კრეატიული ადამიანები. ჯერ ტატუებს იხატავენ ჩვენი მომხმარებლები. შემდეგ ყველაზე ცნობილი დები საახალწლოდ მეკვლეები ხდებიან. საბოლოოდ შოთი არველაძეც ახლებურად, მსახიობად გვევლინება. ასე ვაწყობთ ახალ კამპანიებს და შოთის პურებს. ამ ყველაფერს კი ის მოყვება, რომ ჯილდოების მოპოვებასაც გვილოცავენ. თუმცა ტატუების არ იყოს, სიახლეებსაც განახლება სჭირდება. 2025 წელს ვხვდებით. ყველა სიახლის განახლება ჩვენი გენეტიკური კოდია. ამიტომ ისედაც ახალ ბრენდის პლატფორმას და ვიზუალურ სტილს ვანახლებთ. განახლების დროა. ალტა.